თბილისის პარალელურად გრძელდება პროტესტი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. უწყვეტი აქციების 38 დღეს ქუთაისში ადგილობრივები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. გაბრაზებული მოქალაქეები, რომლებსაც ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა არჩევანი მოპარა, დანებებას არ აპირებენ, ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება. ირაკლი ვაჩიბერაძე განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან საუბარს და უფრო მეტ დეტალს გვეტყვის, როგორ ვითარდება საპროტესტო აქციაზე მოვლენები ქუთაისის ცენტრში. უწყვეტი პროტესტის 38 დღე. თითქმის თვენახევარია ქუთაისში არც ერთი დღე არ არსებობს, რომ პროტესტი არ მიმდინარეობდეს. ევროპული მომავლის მცველები დღესაც ტრადიციულად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნებით. ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი არის, პერიმეტრი ევროპული მომავლის მცველებს აქვთ დაკავებული. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქ მყოფ ადამიანებს და მათ სათქმელს მოვისმენ. ვხედავ ირაკლი თებზაძეს, სამოქალაქო აქტივისტს. ირაკლი პროტესტის 38 დღე არის დღეს, თუ შეიძლება რომ გითხრათ, თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის? ალბათ ისევე როგორც საქართველოს 40-ზე მეტ ქალაქში ამ პროტესტის დაწყების დღიდან მიზეზები არათუ მცირდება, არამედ ემატება და ძალიან ბევრი მიზეზია, რატომაც დღეს აქ ვარ, რატომაც მიმაჩნია აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი და მთავარი ალბათ არის ის, თუ რატომაც ჩვენ ორ მოთხოვნას ვაყენებთ. ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილეების გათავისუფლება და მთავარი არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, უზენაეს მიზანთან შეიძლება ესე ვთქვათ დაკავშირებული, რომელიც მათ შორის ჩვენს კონსტიტუციაშიც არის გამოხატული, ეს არის ევროინტეგრაცია და ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კურსი. უღმეს მადლობა. ეს არის აქცია, სადაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წევრები მოდიან და აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას და როგორც უკვე აღნიშნე, ითხოვენ ახალ არჩევნებს. მე გავესაუბრები კიდევ ერთ აქციის მონაწილეს, თუ შეიძლება რომ გითხრათ, თქვენ რატომ გამოხვედით ქუჩაში და რატომ ფიქრობთ, რომ აქ არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მუნიციპალიტეტებში შეკრებილი და აპროტესტებდეს ქართული ოცნების პოლიტიკას? ჩვენ ვდებით და ვართ აქ იმისათვის გამოსული, მოვითხოვთ უკანონო პატიმრების განთავისუფლებას, მოვითხოვთ კანონიერ არჩევნებს. აი ამისათვის ყველა ვიკრიბებით და მანამ ვიქნებით ასე შეკრებილი, სანებამდე ჩვენ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს. ეგ არის საყოველთაოდ და თხოვილოდ ისეთ საქმეს, რომელიც აუცილებელი არის და საჭირო ამისათვის ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი ურთიერთდადგომა და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოსთან და მომავლის გადარჩენისათვის. აი ამისათვის გევართ ჩვენ აქ. ძალიან დიდი მადლობა. აქციაზე ასევე ხედავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მე მათ გავესაუბრები პირდაპირ ეთერში და მოვისმენ მათ სათქმელს. თუ შეიძლება რომ გითხრათ, თქვენ რატომ გამოხვედით ქუჩაში და რას მოითხოვთ და რას ეტყოდით ქართულ ოცნებას? ახალი წელი დავიწყეთ და ვემზადებით უკვე ახალი არჩევნებისთვის და ქართულ ოცნებას უნდა მოემზადოს ახალი არჩევნებისთვის, დაждდეს მონაბარგების მაგიდაზე, გამოუშვას ის არალეგიტიმურად დაჭერილი ხალხი, რომელიც სამშობლოს სიყვარულის გამო დაიჭერეს ციხეში, შევხვდნენ ახალ წელს, გამოუშვან, დადგებიან ისინი ჩვენ გვერდში და ასევე ჩანიშნავს უკვე მოემზადოს ახალი არჩევნებისთვის. კი ბატონო, უღმეს მადლობა. ასეთია ვითარება ქუთაისში რუსთაველის გამზირზე. მე შევეცდები კიდევ სხვა აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრო, მათი სათქმელი მოვისმინო. როგორც უკვე აღნიშნე, უკვე 38 დღე არის სისტემატიურად ქუთაისში არ არსებობს არც ერთი დღე, რომ ადამიანი არ გამოვიდეს, ადამიანთა ჯგუფი არ გამოვიდეს ქუჩაში და არ გააპროტესტოს ქართული ოცნების ის პოლიტიკა, რომელსაც უკვე წლებია ახორციელებენ ქართული ოცნების რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში. მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენი სათქმელი რა არის, თუ შეიძლება რომ გითხრათ? ჩვენი სათქმელია ის, რომ არ დავიღლებით. სანამ არ შესრულდება ის პირობა, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეს პოლიტპატიმრები და აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მანამდე ვიდგომები ქუჩაში. აგერ ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასეთია ვითარება ქუთაისში რუსთაველის გამზირზე. ათეულობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა ევროპული მომავლის დასაცავად. ისინი აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე საათს ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გაატარებენ.